უკვე რამდენი წელია რეცეპტებს გიზიარებს და ყოველ წელს საკამათო ერთი ხდება. უნდა თუ არა ლობიანს კარაქი, ხახვი, საფუარიანი ცომით უნდა მოვამზადოთ თუ ფენოვანი ჯობია. ყველა დიასახლის ჩვენი საფირმო რეცეპტი გვაქვს ლობიანის მომზადების. მე გიზიარებთ იმ რეცეპტს, რომელიც უყვართ ჩემი ოჯახის წევრებს და როგორცაც ამზადებდა ბებია და ეხა უკვე მე. ლობიაში ერთ მოხარშულ კარტოფილსაც თუ დაამატებთ, გული აღარ დაგეშლებათ და მთლიანად ლობიანში დარჩება. ინგრედიენტების ზუსტ რაოდენობას დავწერ ვიდეოს აღწერაში. მე ამ ცომით და გულსართით გამომდის 5 ცალი მოზრდილი ლობიანი. ცომის და გულსართის თანაფარდობა თითქმის ერთნაირი უნდა იყოს, რომ ბარაქიანი ლობიანები გამოგივიდეთ. თავის მოყრისას ძალიან ბევრ ცომს ნუ გააკეთებთ შუაში. ეცადეთ რომ თხლად აიღოთ ფენა და ესეთი პატარა კუჭი გაუკეთოთ. მერე გათხელებისას შუაში ძალიან დიდი ცომი რომ არ დაგჭირთ. ათხელებთ მხოლოდ ხელის დახმარებით, რაც შეიძლება თხლად და წვავთ უცხიმო ტაფაზე. სამარხო ლობიანის შემთხვევაში კი კარაქ ზეითუნის ზეთით მონაცვლებ. მადლობა გვერდში დგომისთვის და ბედნიერი ბარბარობის დილა გაგთენებოდეთ.